გამარჯობათ. მე ვარ ლეონ ლაბარტყავა, კომპანია Lealtoris დამფუძნებელი. კომპანია Lealtori არის საინვესტიციო უძრავი ქონების სააგენტო, სადაც ვეხმარებით ადამიანებს თავის დანაზოგი დაინვესტირონ უძრავ ქონებაში. აქ მეორე სლაიდად ქონდა ჩასმული ჩემი მიღწევები, რა გამიკეთებია ცხოვრებაში, სად მიმუშავია, რა პროექტები, რა ბიზნესები და ასე შემდეგ. მე მივხვდი, რომ დაახლოებით 15 წუთიანი ქრონომეტრაჟის ნახევარი მიქონდა ამ ყველაფერს და ნაკლებად სასარგებლო იქნებოდა თქვენთვის. ამიტომ ამოვიღე და დღეს ვისაუბრებ იმაზე, რამდენიმე кейსზე, რაც ჩემს ცხოვრებაში მქონდა და რაც შეიძლება თქვენთვის რაიმე სასარგებლო და დასამახსოვრებელი იყოს და შეიძლება რაღაცა წაიღოთ აქედან ამ ჩემი გამოცდილებიდან. რას ნიშნავს ეხა ეს სათაური რეკლამა ბრწყვნად ღირს? ეს გამოთქმა ზე მოგიყვებით პირველად როდის გავიგე და რატო დამამახსოვრდა. ჩიტი ბრწყვნად არ ღირსო, ალბათ თქვენს გაგიგიათ ესეთი გამოცდა. სხვათა შორის გუშინ გუგლავდი ამ გამოთქმას, მაინტერესებდა საიდან მოდიოდა და ვერაფერი ვერ მოვძებნე Google-ში პირველი წყარო ამ გამოთქმის რატო და რისთვის იყო, მაგრამ შინაარსი ალბათ ყველას გვესმის, რომ რაღაც საქმეს რასაც ვაკეთებთ, რეკლამა იქნება თუ სხვა მიმართულება, უნდა ღირდეს იმ შედეგად, რასაც მივიღებთ. როგორ გავყიდო ბევრი ნაკლები რეკლამით. ალბათ ეს კითხვა ყველას გაწუხებთ ხოლმე. მით უმეტეს იმ ადამიანებს, ვინცაც რაიმე შეხება გქონია მარკეტინგთან და რეკლამასთან. ამ იდეით Lealtori დავაარსე დაახლოებით 1 წლის წინ. არც ისე დიდხნიანი კომპანია, 1 წელი შეუსრულდა ეხლახანს 1 თვის წინ. და როდესაც ამ კომპანიას ვაკეთებდი და მინდოდა მთლიანად გადართულიყავი უძრავი ქონების გაყიდვების სფეროში, მქონდა გამოწვევა, როგორ მომეხდინა პოზიციონირება ბაზარზე და როგორ მიმეღწია ცნობადობისთვის. ამაზე ბევრი ვიფიქრე და საბოლოოდ ნაკლები დანახარჯით რო ეს გამაკეთებინა, მოვიფიქრე TikTok-ის, Instagram-ის და Facebook-ის პლატფორმის გამოყენება და ახალი მიმართულების შექმნა. კონკურენტების ანალიზის შემდეგ, არა მარტო საქართველოში გავაკეთე კონკურენტების ანალიზი, არამედ საზღვარგარეთაც სხვა ქვეყნებშიც, მივხვდი, რომ ბევრს უმეტესობას 99%-ს ქონდა კონტენტი მხოლოდ თავისი პროდუქტის გაპიარების და გარეკლამების. ანუ ყველა არეკლამდა თავის პროდუქტს, ყველას თავაზობდა მომხმარებელს, მოდი იყიდეს, მოდი იქირავე, ამაში დაინვესტირე ფული და ასე შემდეგ. მე გადავწყვიტე, რომ ცოტა უფრო საინტერესო კონტენტი შემექმნა და დავიწყეთ ჩემს გუნდთან ერთად საგანმანათლებლო ექსპერტული ვიდეოების გადაღება. პირველები ვიყავით საქართველოში, სხვა ქვეყნებში არ ვიცი, ალბათ იქნება ვიღაცა, ვინც ჩემამდე გააკეთა ეს, რომლებიც ადამიანებს ვასწავლიდით სწორად როგორ შეეფასებინა უძრავი ქონება, როგორ დაინვესტირებინა თანხა, როგორ დაეთვალა უძრავი ქონებიდან მიღებული ამონაგები, როგორ გაერჩია უძრავი ქონების ტიპები ერთმანეთისგან და ასე შემდეგ. ამ ყველაფერზე საუბრობდით ღიად და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ეს მიმართულება და ბევრმა ადამიანმა ისწავლა უბრალოდ ბინა ვიყიდე, გავაქირავე და ბანკში ფულის დებას ეს ჯობია, რატომ ჯობია თუ ესე ფილინგების დონეზე ან რაღაცა მშობლების დონეზე ვიღაცა გვირჩევს, ამის ექსპერტული ახსნებით ადამიანები მიხვდნენ თურმე სწორად აკეთებდნენ ამას თუ არა. უძრავი ქონების ლიცენზირებული ექსპერტი, ხო? ეს ვისაც გაქვთ ჩემი თუ შეგხვედრიათ TikTok-ზე ან Facebook-ზე ან Instagram-ზე ჩემი ვიდეოები, იქ ხშირად ვიწყებ ყველა ვიდეოს, რომ გამარჯობათ, მე ვარ ლეონ ლაბარტყავა, უძრავი ქონების ლიცენზირებული ექსპერტი. ამაზე უამრავი კითხვა შემოდიოდა თავიდან, როდესაც ეს არხი დავიწყეთ, ანუ ამ ვიდეოების გადაღება, ყველა გვწერდა კომენტარებსაც გვიწერდნენ, რომ სად დაიღე ლიცენზია,
რა ლიცენზიას ფლობ და ასე შემდეგ. რეალურად ეს ლიცენზიას ფლობ, მაგრამ უკვე ვადაგასულია ეს ლიცენზია. ავიღე რაღაც გარკვეული პერიოდი დუბაის უძრავი ქონების ბაზარზე მოღვაწეობდი, იქ მივიღე ეს ლიცენზია, ეს იყო უძრავი ქონების მრჩევლის ლიცენზია, რადგან იმ ქვეყანაში ლიცენზირებულია ეს საქმიანობა და ლიცენზიის გარეშე არ შეგიძლია ამ საქმიანობის განხორციელება, თუმცა ამას რო თავი დავანებოთ, ყველაზე საინტერესო მარკეტინგული თვალსაზრისით რაც დავინახე იყო ის, რომ შენ რასაც მიაწვდი შენს აუდიტორიას, ისე გიმახსოვრებს აუდიტორია. ეს ფრაზა, რასაც მე ვიძახდი უძრავი ქონების ლიცენზირებული ექსპერტი და ჩემ თავს დავარქვი ლიცენზირებული ექსპერტი, ყველამ ესე მიმიღო. და დღემდე უამრავი ადამიანი გვწერს და ითხოვს ჩემთან კონსულტაციას, რომელიც შემდეგ უკვე მივხვდი, რომ რატო უნდა იყოს ეს კონსულტაცია უფასო და გავაკეთე ფასიანი და უამრავი ადამიანი ეწერება. ეს იდეას როგორ დაიწყო? ეს ვიდეოები თავიდან რომ გავარდა ასე ვთქვათ, ხო, TikTok-ზე, სადაც კი მივდიოდი რაღაცა წვეულებაზე, კლუბში, ბარში, ივენტზე, რაღაც ღონისძიებაზე და ასე შემდეგ, მინიმუმ 1-2 ადამიანი მაინც მხვდებოდა ხოლმე, ვინც მაჩერებდა და უიმე შენ გიცნობ და იცი მე ბინა მაქვს, იცი მე სახლი მაქვს, იცი მე მიწა მაქვს, ამაში დავაინვესტირე, აბა მოდი მითხარი, ეხა როგორ უნდა გავყიდო, ან როგორ უნდა ვიყიდო, აბა როგორ უნდა ამონაგები როგორ დავთვალო და ასე შემდეგ და მე მივხვდი რომ ჩემი დროის ძალიან დიდი ნაწილი მიქონდათ ესეთ ადამიანებს, რომელსაც ეს კითხვები ქონდათ და ამიტომ მივხვდი რომ რატო გავაკეთო ეს უფასოდ, მოდი ამაზე რაღაცა კომპანიას შემოსავალი მოუტანო ამით. და ასე დაიბადა ეს ახალი ბიზნეს მიმართულება, რომელიც ეხა საკმაოდ აქტიურად მიდის არა მარტო კონსულტაციებიდან შემოსული თანხა არის კომპანიის მოგება, არამედ ის ადამიანები, რომლებსაც კონსულტაციას უწევ, შემდეგში ხდებიან ჩვენი კლიენტები. ანუ ისევ ჩვენთან მოდიან, როცა რაღაცა ინვესტიციების გაკეთება უნდათ უძრავ ქონებაში. და ეგ არის ყველაზე ღირებული და ფასეული, იმიტომ რომ ადამიანებს საბოლოოდ იმ ადამიანთან უნდათ რაღაცაში ფულის გადახდა, ვისიც სჯერათ და ვისი აზრიც მათთვის მნიშვნელოვანი და ფასეულია. 2 მილიონ ლარიანი გარიგება. რამოდენიმე კვირის წინ გქონდა ერთი გარიგება, რაზეც მინდა მოგიყვეთ. ნუ ის პირველი кейსი რაც დამავიწყდა მე თქვა, ხო, გავასწარი. ამ ნაწილში ზუსტად ეს ჩვენი შრომა, რაც ჩავდეთ ამ ვიდეოების გადაღებაში და ვინც ვიდიღებს ვიდეოებს TikTok-ისთვის და სხვადასხვა კონტენტისთვის, ყველა მიცით და არ ჭირდება ამას პატარა შრომა, ანუ საკმაოდ ბევრი დრო და ენერგია მიაქვს კონტენტის მოფიქრებას, გადაღებას, დამონტაჟებას, განთავსებას, მე რო არ გავარდება, მე რო ნერვიულობ, რომ რატო არ გავარდა, რაღაც რატო აქ 5,000 ნახვა და რატო არ ავიდა 200,000 ნახვაზე და ასე შემდეგ. და საბოლოოდ ამ წამოწყებამ გაამართლა, ანუ ეს წამოწყება ეს ჩიტი ბრდღნად ღირდა საბოლოოდ. რაც შეეხება ეხა მეორე кейს, რაზეც მინდა მოგიყვეთ. 2 მილიონ ლარიანი გარიგება. როგორ მივედი აქამდე? შემდეგ მოვყვები დასაწყისი რა იყო, მაგრამ ეხა ამ გარიგებაზე მოგიყვებით. ანუ არაფერი ბევრ დეტალებში რო არ შევიდე, ანუ უძრავი ქონების ასპექტები რო არ აგიხსნათ. ეს გარიგება მოვიდა ჩვენთან კლიენტი, რომელსაც ჰქონდა საოფისე შენობა 2 მილიონ ლარად შეფასებული, უნდოდა ამის გაყიდვა. ჩვენ შევთავაზეთ, რომ ესე გაყიდვა იქნებოდა უფრო რთული და იდეა შევთავაზეთ, რომ ჯერ გაგვექირავებინა და შემდეგ გაგვეყიდა. მისი პასუხი იყო არა, ამაზე, იმიტომ რომ მას ეჩქარებოდა გაყიდვა. ჩვენ მაინც ვიმუშავეთ გაქირავებაზე. გავაქირავეთ ეს უძრავი ქონება საკმაოდ კარგი ამონაგებით და შემდეგ გავუშვით რეკლამა ამ ქონების გაყიდვაზე. სარეკლამო კამპანია ამოვქოქეთ, ასე ვთქვათ. დავიწყეთ რეკლამების გაშვება და სულ რაღაც $170 სარეკლამო ბიუჯეტით ვიპოვეთ კლიენტი, რომელიც ამ უძრავი ქონების, რომელიც იყო გაქირავებული, რომელსაც კარგი შემოსავალი დაახლოებით $6,700 შემოსავალი მოქონდა ყოველთვიურად და იყო გრძელვადიანი კონტრაქტი და ეს კლიენტი მოვიდა ამ რეკლამიდან.
უბრალოდ კლიენტი არ მოვიდა, კლიენტის მენეჯერი, უცხოელია ეს კლიენტი, რომელიც საქართველოს საერთოდ აცხოვრობს, ვინც იყიდა ეს ქონება, მაგრამ მისმა მენეჯერმა ნახა ეს რეკლამა, დააინტერესა, დაურეკა, გადაუგზავნა თავის ასე ვთქვათ პარტნიორს და მოხდა ამ გარიგების დადება. ამ გარიგებიდან ჩვენი შემოსავალი იყო დაახლოებით 60,000 ლარი. ამას გარდა კიდევ გამოვართვით დაახლოებით 15,000 ლარი იმ ადამიანს, ვინც იქირავეს. ანუ ჯერ ხო გავაქირავეთ, ვირტუალურად გავაქირავეთ, ასე ვთქვათ, და გაყიდვის მომენტში დავდეთ გაქირავების და გაყიდვის ხელშეკრულება ერთად. დაახლოებით sadღაც 75,000 ლარამდე გამოვიდა ჩვენი შემოსავალი ამ ერთი გარიგებიდან, რომელიც დაახლოებით 3 კვირის წინ ჩავხურეთ. ესეც ალბათ ღირდა ბრძნათ ეს ჩიტიც, იმიტომ რომ კარგი ამონაგები ქონა, კარგი შემოსავალი შემოვიდა კომპანიაში. შეიძლება ხა ბევრმა თქვენგანმა იფიქროს, რომ $170 რეკლამით ამხელა გარიგების დადება და ამხელა შემოსავალი ნამდვილად ღირდა. კი, $170 დახარჯვაც ღირდა და $2,000 სარეკლამო ბიუჯეტის დახარჯვაც ღირდა. მაგრამ ყოველთვის ყველაფერი ჩემს საქმიანობაში ესე არ ყოფილა. ესე კარგად და ესე წარმატებით იყო სხვა кейსებიც, რომელიც კიდე ერთი кейსი მინდა მოგიყვეთ. $2 მილიონიანი გარიგების განსხვავებით იმას არ შეედრება ეს кейსი, სულ სხვანაირია, მაგრამ ესეც ჩემი ცხოვრებიდან არის ეს кейსიც და ამიტომ მინდა მოგიყვეთ. დაახლოებით 23 წლის წინ ვიყავი ალბათ 13-14 წლის, როდესაც ჩემი პირველი ბიზნესი წამოვიწყე. ვაკეთებდი ხის ყულაბებს და ვყიდიდი პატარა ყულაბებს 2 ლარად, დიდ ყულაბებს 3 ლარად. და ეს იყო ჩემი პირველი ბიზნესი, რომელთანაც მქონდა შეხება. რეკლამას როგორ ვაკეთებდი ახლა? რეკლამასაც რო შევეხოთ. ეს ყულაბები, რასაც ვამზადებდი ბიძაჩემის პატარა საამქროში, ხის საამქრო, დღემდე აქვს სხვათა შორის ბიძაჩემს ეს ხის საამქრო ნახალოვკაში და იქ რო ვამზადებდი ამ ყულაბებს, დაახლოებით ვიღირებულება მიჯდებოდა 40 თეთრი. 50 თეთრამდე ჯდებოდა სიტყვა და საქმეში განცხადების გამოქვეყნება რეკლამის. იმ დროს არ იყო, 23 წლის წინ არც Facebook-ი იყო, არც ონლაინ რეკლამა, არც ციფრული და ასე შემდეგ. ამიტომ სიტყვა და საქმე იყო ერთ-ერთი რაღაც სარეკლამო წყარო და მაქსიმუმ იმაზე რა ქვია, გაჩერებებზე, იმების მიკვრა რა ქვია, განცხადებების მოსახევი, ეს რა ქვია, განცხადებების მიკვრა. სიტყვა და საქმის რეკლამისის ვერ მოძებნე სამწუხაროდ, ამიტომ რაც ვიპოვე ინტერნეტში, ეს სურათია, ეს უფრო ძველია, ეს განცხადების ფასი, ეს კაპიკებზე აქვს საუბარი. ღირდა 50 თეთრი. და ტრანსპორტირება მიჯდებოდა, შემდეგ ამ მიწოდება, ვინც მირეკავდა, ან ტელეფონის ნომერი იყო ჩემი სახლის მითითებული ამ განცხადებაში სიტყვა და საქმის და ვიღაცა ვინც მირეკავდა, იმას ვხვდებოდი ხოლმე სადაც მეტროსთან, მიმქონდა ეს ყულაბა, ხის ყულაბა და დაახლოებით 40 თეთრი მიჯდებოდა ტრანსპორტირება. ამით იმის თქმა მინდა, რომ დაახლოებით თვეში 20 ლარამდე შემოსავალი შემომდიოდა ხოლმე. დაახლოებით სუფთა მოგება. თვის განმავლობაში, იმიტომ რომ რეალურად თვითღირებულება, მერე რეკლამა და მერე ტრანსპორტირება ხანდახან აღემატებოდა კიდევაც ჩემს გაყიდულ ფასს. და ეს ჩიტი ბრძნათ არ ღირდა, ეს რეკლამა და ეს პროდუქტი რეალურად ამეთანხმებით, იმიტომ რომ საბოლოოდ ამ გამოთქმასთან პირველად შეჯახება მომიწია მაშინ, როდესაც ბიძაჩემა, როდესაც უთხარი როგორც უყიდიდი, რა მიჯდებოდა ხარჯები და ასე შემდეგ, ზუსტად ეს ფრაზა მითხრა, მაშინ 12 თუ 13 წლის ვიყავი, რომ საერთოდ ღირსო ბრძნათო ეს რასაც შენაკეთებო, ეს ჩიტიო, ანუ გიღირსო რაღაცა 1 ლარიც როცა არ გრჩებაო თითო პროდუქტიდანო, წაღება, მოტანა, გაყიდვა და რეკლამის გაკეთება და ასე შემდეგ. საბოლოოდ მალევე დავანებე ამ საქმიანობას თავი, როცა მივხვდი, რომ სადაც თვეში 20 ლარი გამომდიოდა შემოსავალი და მართლა ხარჯებს ხანდახან არც მიფარავდა ხოლმე. მაგრამ მაინც პირველი ფული იყო, პატარა ვიყავი და მაინც კარგად მახსენდება, იმიტომ რომ პირველი გაკვეთილი იყო, რაც მივიღე, რომ იქიდან მოყოლებული ყოველთვის მეფიქრება ხოლმე ყველა ახალ წამოწყებაზე, ყველა ახალი რეკლამის გაშვებაზე, ყველა ახალი პროდუქტის გაყიდვაზე, საერთოდ ღირს თუ არა ეს ამად. რეალობა და წარმოსახვა. მყავდა
ერთი ლექტორი ნიკოლოზ მარკოზიშვილი, რომელიც დღეს აღარ არის ცოცხალი, ISM-ში გვასწავლიდა მენეჯმენტს და ბიზნეს მიმართულებას. სათვალე ეკეთა ხოლმე მხედველობის სათვალე და როდესაც კამათს ვიწყებდით, ხოლმე მოიხსნიდა ამ სათვალეს და ესე მიქონდა ხოლმე ეს ყურები, რაც ქვია, გასაკეთებელი სათვალის, მიქონდა ხოლმე ერთმანეთთან და ამას გვეუბნებოდა ხოლმე, რომ როდესაც აი თქვენი წარმოდგენები ბიზნესზე არის ხა ესე, აი აცდენილი ერთმანეთს რეალობა და წარმოდგენები. როდესაც ესენი ერთმანეთს მიუახლოვდება და გადაიკვეთებაო, მაშინ მიაღწევთ წარმატებას. ამას გვეუბნებოდა ხოლმე. და ჩემი ისტორიის მორალიც ეგ არის, რომ არ აქვს მნიშვნელობა 2 ლარიან პროდუქტს ვყიდით, თუ 2 მილიონ ლარიან პროდუქტს. ჩემი რჩევა იქნება, რომ ყოველთვის დათვალეთ თქვენ წარმოდგენებთან და თქვენ წარმოსახვასთან, რამდენად რეალობაში მოდის ის შედეგი, რა შედეგიც მიღებაც გინდათ. ანუ ეს ჩიტი ბრძნად გიღირთ თუ არა. მადლობა ყურადღებისთვის.